დედა მიწელი 1 2 3 4 5 რომ მარიამ ლამაზის ძმასო დიდი ინტელექტი და წიგნიერება მისი ძლიერი მხარი არ არის და სახეზე აწერიაო რა ძალიან ჯაკალელი ხან როგორი მიყვალის ადამიანები თავისი თავისი პროექციები და როგორც აი თვითონ რაც არის და იგივენაირად რა სხვებს თulis ხო იცით ქართულში ნათქვამი რა ყველა თავისი საზომით ზომავსო აი egg ვარიანტი და ძალიან მახალისებს ხოლმე და მეორე კიდევ რაც არის აი შაბლონი და ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ დედამიწელს აი ეს შაბლონი მუშაობს ამ შემთხვევაში რომ ის ადამიანი რომელიც სპორტით არის დაკავებული და დიდი კუნთები აქვს ის არ შეიძლება რომ იყოს წიგნიერი და ინტელექტუალურად განვითარებული. ოკეი, მე კიდე გირჩევთ რომ შაბლონურ აზროვნებას ეს უყურეთ დავდება მას თორემ ხელში მიშლის. უყურეთ საქმენაშია. შაბლონურად რომ ვაზროვნებთ, ეს სრულიად ნორმალური ამბავია. ასე ვართ ადამიანები მოწყობილები რომ აი ყოველი რაღაცა ყოველ ჯერზე რომ დასაფიქრებელი იყოს, როგორ აღვიქვა ყოველი ადამიანი, ყოველი ნივთი, ყოველი ახალი სიტუაცია ალბათ რა ვიცი, ერთი კი არა 100 ცხოვრება არ გვეყოფოდა და ერთი ტვინი კი არა, ალბათ 1000 პროცესორი დაგჭირდებოდა. მაგრამ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ასე არის აგებული მატრიცა, აი ამ შაბლონებით. მატრიცაში ვცხოვრობთო. ხო, ამ ხრივადაც მატრიცული არის ჩვენი ცხოვრება და თავად ჩვენი აზროვნება. მაგრამ მანამდე სანამ კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც არ იცნობ, რაღაცა ეს დასკვნას დადებდე, თუნდაც შენი თავისთვის, თუნდაც, ოკეი, ახლა თითქოს ნიშნის მოგებით, მე დედას მიწერს, რომ ჩემი შვილი კი ბატონო, ლამაზი და კუნთა კი არის, მაგრამ ალბათ ტვინი ან ინტელექტი არ გააჩნია. ხო და სანამ ასეთ რაღაცას იფიქრებთ, ხო, მე ცხოვრებაში ძალიან შეგიშლით ხელს და ცხოვრების რეალურ აღქმას აგაცილებთ. და სანამ ასეთ რაღაცას გააკეთებთ, გირჩევთ რომ დაფიქრდეთ ხოლმე და რეალურად მოსინჯოთ და შეისწავლოთ რაღაც ან ვიღაც ვინც გაინტერესებთ, თუ არა და უბრალოდ დაიკიდე რა აზრი აქვს შენთვის, აი რა მნიშვნელობა აქვს მარიამ ლამაზის ძმა არის თუ ინგაბლესის შვილია. ბევრი ინტელექტი აქვს, ცოტა ინტელექტი აქვს, ლამაზია, მახინჯია, კუნთა, ჩაჩუტული და გამწლაკულია თუ მსუქანია. აი შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? უბრალოდ რო დაინახე რომ ყველაფრით დაჯილდოებული ადამიანი და შენ თავს რომ ადარებ, ესეც გვემართება ხოლმე ადამიანებს, ჩვეულება ეს შედარება და შენ თავს რო ადარებ ვიღაცას და აშკარად რო ხვდები რომ ის უფრო ახალგაზრდა, ან ის უფრო ჭკვიანია, ან ის უფრო ლამაზია, ან ის უფრო ტანადია, ან ის უფრო მდიდარია, ან ის უფრო განათლებულია, ხო? და ხვდები რომ შენზე ბევრად წინაა და მე თავს იმშვიდებ იმით, თითქოს რომ მე რა რო ის უფრო ლამაზია და ტანადი, სამოგიეროდ უტვინოა და აი მე კიდე ისეთი წიგნიერი ვარ. ოკეი, ეს თუ გამშვიდებს, ღმერთმა კარგად გამყოფოს, მაგრამ რომ გამშვიდებდეს, აქ ამოვარძლიან კომენტარს არ დაწერდი, ხო? შესაბამისად უყურეთ. ეს შედარება გვახასიათებს ყველას და მეორე რომ შენთვის გაიაზრო, აი თვითრეფლექსია ძალიან მნიშვნელოვანია. შენთვის დაფიქრდი, გაიაზრე, რომ აუ რატო ვამბობ ეხლა ამას, რატო ვუწერ დედას ამას? იქნებ მართლაც საერთოდ უტვინოა და მართლაც ასეთია და რა მინდა ეხლა ამით რომ დედას გული ვატკინო? თუ მე რომ აი ამ ჩემში რომ აღმოვაჩინე რომ მე არ ვარ სათანადოდ კარგი, აი ეს ნეგატივი მინდა რომ გადმოვანთხიო, ეს არის 100%-იანი, თავს დავდებ და კი, თვითონ რა ეს ნეგატივი ვეღარ დაიტია, მოდი ხა აი დაუწერ და იქნებ აი ეს ნეგატივი მე მოვიშორე და დედამის ვესროლე, ხო? მაგრამ დედამის თავისი შვილები 100%-ით ყავს მიღებული და სულ რომ ჯერ ერთი ღმერთს მადლობა, რომ ესეთი ყველაფრით დაჯილდოებული შვილები მყავს, აი მართლა უდიდესი მადლობა ღმერთს, ჩემს გენეტიკას, მამამისის გენეტიკას, მამამათის გენეტიკას ერთი მამაყავთ. ხო და
სულ რომ მახინჯი და არაფრის მაქნისი იყოს, მაინც მეყარება და მაინც მიღებული მეყოლება, იმიტომ რომ ჩემი შვილია. და მადლობა ღმერთს, რომ აი ასეთი ინტელექტუალურები არიან, ჭკვიანები არიან, კარგი შესახედები არიან. მარიამი არ არის ტანადი, მარიამი სუქანია და ნუ რაღაცნაირად ესე მოხდა მის ცხოვრებაში და მაინც მიყვარს და მაინც ძალიან მომწონს. მიუხედავად ამისა. რა შუაში შვილის სიყვარული და წონა მისი, ხო, საერთოდ არაფერ შუაში. ვისაც შვილები ყავთ კი იცით ეს და მეორე მხრივ რა თქმა უნდა გვინდა მშობლებს რომ მაქსიმალურად ყველაფერში კარგად იყვნენ, მათ შორის გარეგნობაშიც, მაგრამ აი დავით რაც შეეხება მართლა აიღო ღმერთმა და კალთა დააბერტყა ამ ადამიანს ყველა მხრივ მართლა გარეგნობა და საოცარი გარეგნობა აქვს სხეულია და საოცარი ძალიან ლამაზი აგებულების სხეული აქვს ჭკუა და ინტელექტია და ეხლა ჩემი და მამამისი შვილი უბრალოდ ვერ გამოვიდო და უინტელექტო და უტვინო და იმდენი ჯილდო და იმდენი მადლიერების სიტყვები ეხლა ხო სკოლა დაამთავრა ივნისში და მასწავლებლებისგან ისეთი რეცენზიები მოდიოდა ამ ბავშვზე რომ აი რამდენჯერ ამეტირა მეთქი ღმერთო მადლობა და ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მოხდა ჩემო ძვირფასებო და უინტელექტო ადამიანი იქ უბრალოდ ვერ მოხდება რამდენი ფულიც არ უნდა გადაუხადონ მშობლებმა ამიტომ აცდი არ გაგიმართლა დედამიწელო აი ამ შენს ბოღმის გადმოღრაში არა დავითი ჭკვიანია განათლებულია და დედას მიღებული ყავს ისეთი როგორიც არის ამიტომ შენი ბოღმა ჩაიქროლა და ბუმერანგის სახით ისევ შენ უკან შემოგეთხლიშა ვაშა მეგობრებო